გამარჯობა, მოგესალმებით. ეხლა ვართ კოჯბანში, სიონის მხარეს. მე გიო ჩვენი ოჯახის წევრები მოკლედ რაღაცას აღნიშნავთ რა და უცებ ექსპრომტად გუშინ გადავწყვიტეთ გუშინ საღამოს დღეს რომ მოვდიოდით უკვე რომ მოდი რამოდენიმე დანა წავიღოთ და რაღაცა პატარა ტესტის სახით ვიდეო ჩავწეროთ. ავარჩიეთ ტანტოს ტიპის დანები, რატომღაც ესე ჩვენთან ერთად კიდე ერთი-ორი მეგობარი იყო და რა წავიღოთ, მოდი გადავწყვიტეთ ტანტო და ნუ ერთი ჩებურკოვის აი სვიფტის წამოვიღეთ ყოველთვის კარგად ნაცნობი. ტანტო იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ძირითადად არის ხოლმე კითხვის ნიშნები, რამდენად პრაქტიკულია ტანტო, რამდენად გამოსადეგია. პირველ რიგში ჩემი აზრით ეს არის თვითონ ადამიანზე დამოკიდებული, ვის რა მოსწონს და რისთვის იყენებს, ხო? ზოგს ტანტო უფრო ურჩევნია ჩვეულებრივ ესეთ კლიპ-პოინტ პირს. ყავს ერთი-ორი მეგობარი, რომელსაც საერთოდ სერეიტორიანი დანები უყვარს ბუნებაში. ეს ცოტა შეუსაბამო რაღაცა სერეიტორი ბუნებაში, მაგრამ უყვართ ის ხალხი და მშვენივრად ხმარობს, რაც სჭირდებათ იმაში. ანუ მაგას გააჩნია ფუნქცია დანიშნულებას და თვითონ პიროვნებას. ამჯერად წამოვიღეთ ჩვენი ტანტოები, რა დანებია ახლა მოკლე ამის განხილვები ჩვენ ვიდეოებში დევს, მაგრამ მოდი მოკლედ მაინც გავიაროთ. თუთაუნის კომონი არის ერთ-ერთი მოდელი. აი ესეთი ტიტანის ტარი M390 ფოლოდი. აი გრაინდერზე საუბრობთ ხოლმე რომ ესეთი დაშვება აქვს რომ კარგად უნდა გაჭრას ლოგიკურად წესით და რაღაცა და ნახოთ როგორ გაჭრის წესით. არ უნდა გაუჭირდეს ამ დანას. მეორე მოდელი North Mountain-ის ჩოპორი წამოვიღეთ. აქ გვაქვს ფოლოდია Seldi Magic-ი, კარბონის ტარი და როგორც გითხარით, ჩებურკოვის აი Swift-ი წამოვიღეთ კიდე ფოლოდი Neolox Chromaxi უკაცრავად ამ შემთხვევაში ტარი კარბონი. დავი სამივე დანა მეტნაკლებად პრაქტიკული იქნება ვფიქრობ, საშუალო ზომის დანებია. ეს არ არის რაღაცა ისეთი ვიდეო რა, რომ რანდანები ერთმანეთს შევაჯიბროთ, რომელი უკეთესია, რომელი უარესია, არც რაღაცა მძიმე ტესტებს არ ვაპირებთ, უბრალოდ აი ნახეთ, აგერ ჩანს კიდეც ალბათ რა პროდუქტია წამოღებული, ისეთი უფრო რაშიც ასეთ დანებს ალბათ გამოიყენებენ, ხო? არ მგონია ხა ამით ვინმე ტყეში წავიდეს ბატონინგის საკეთებლა და ბუშკრაუთზე შეიძლება ჯიბეში გედოს საკმაოდ ისეთ საშუალო ფასიანი არ არის ძალიან ბიუჯეტური დანები დაახლოებით 400-დან 1500 ლარამდე მერყევს ამ დანების ფასები, ხო? ჩვენ საიდზე დევს ეს ყველაფერი. ესეთი დანებს ძირითადად ატარებს ის კოლექციონერი თუ დანის მოყვარული, ვისაც უყვარს უბრალოდ დანაუდეს ჯიბეში და მომენტ შეიქმნა სიტუაცია, რომ რაღაცა დაიჭრას, რაღაცა გააკეთოს. ელემენტარული კიტრი, პომიდორი, ვაშლი წამოვიღეთ აგერ სტაფილო და აქეთ რაღაც ზეხვი და ყველი გვაქვს კიდევ და დავჭრათ რა. კიდევ ცოტა ბევრი საუბარი გამოდის სანამ ჭარზე გადავალ, მაგრამ კიდევ ესეთი სახით იმიტომ გადავწყვიტეთ ამასაც გეტყვით, რომ მე პირადად როცა დანას ვარჩევდი ხოლმე, ბოლო დროს უკვე ცოტა ისე სხვა შეხედულებებით უყურებ დანას. ადრე სანამ დანას ვიყიდი მოკლედ და გამოვიწერდი ჩემთვის, ნახულობდი ხოლმე მის ვიდეოებს უშუალოდ პროდუქტზე როგორ მუშაობდა. ძიმე დატვირთვის გარდა, დანასაც გააჩნია ხა ფიქსედი და რაღაცა პირი რო 4 მმ აქვს, იმას ძიმე დატვირთვები გაინტერესებს, მაგრამ ესე დანაზე ალბათ უფრო საინტერესო როგორ დაჭრის პროდუქტს. დაჭრით რა ვფიქრობ, ყველა კარგად დაჭრის, მაგრამ მოდი მაინც სასიამოვნო შესახედი იქნება ვფიქრობ და ნახოთ უშუალოდ საქმეში როგორ არის. დიდი ზარეული და კულინარი მეც არ ვარ მოგეხსენებათ, შეიძლება რაღაცები ისე არ გავაკეთო როგორც საჭიროა, მაგრამ თოთ ძალიან კრიტიკულებიც ნუ იქნებით. მოდი დავიწყოთ კიტრით. რა ვიცი. აქ რა პრობლემა უნდა შეექმნას ამ დანას წარმოდგენა არ მაქვს. და რაც არის საჭირო. კიტრი გადავიდეთ პომიდორზე. დავჭრათ მოდი მეტნაკლებად ხელი ნაჭრები. ესეთი. ესეთი. რა ვიცი. არაფრით არის პრობლემა. ძალიან კარგად იჭრება. კიტრი პომიდორი ცოტა უფრო სტაფილოზე, როგორც ვიცი, ცოტა რთულია ხოლმე სტაფილოს დაჭრა და ნახე რასაც ვაკვირდები ამ ტანტოს შემთხვევაში. თავიდან იწყება ჭრა კარგად და ბოლოს წვეტი როგორც კი ხვდება, აი ეს კუთხე, მაშინვე ბოლომდე გამოაქვს და ბოლომდე ჩადის. თავიდან იწყება ჭრა და ბოლომდე ჩადის შემდეგ. მე მგონი ტანტოს პლუსად ეგ უნდა ჩაითვალოს, აი ეს კუთხე უფრო ბასრი არის რა. მოდი აბა ეს მეორე ტანტოს გამოვიყენოთ იგივე საქმეში. სტაფილოზე ცოტა რაღაცნაირად თვითონ სტაფილო ესეთია რა, სხვანაირად მე მგონი არც იჭრება რა. პომიდორზეც მოდი აბა თხელი ჩავუჭრათ. არ ვარ გივარ კულინარად, მაგრამ
ამით ის ჩანს უბრალოდ რომ დაგჭირდეს რაღაცა პროდუქტის დაჭრა და ისე ჩვეულებრივად შეგიძლია ყველაფერი დაჭრა და გააკეთო რა. მოდი კიდევაც ვნახოთ იგივე დანტო და შემდეგ გადავიდეთ Swift-ზე. ჩებურკოვის Swift-იც ავიღოთ აბა რამდენად ხელში შეგრძნებებზე რა შეიძლება რო თქვა სამივე დანა მეტნაკლებად ხელში კარგად მიზის რა. ძიმე დატვირთვებს რადგან არ ვაკეთებ ხლა ამისი დაჭრა, არც უნდა გაჭირვებოდა ამ დანებს და არც უჭირთ რა პრინციპში. არავით არის პრობლემა, ხელში კარგად ზის. და სანამ ძალიან ძიმე დატვირთო ხეზე და რაღაცა ესეთი მასე ეს არ შეგაწოხებს რა. ნუ, ჩემი არჩევანი რო იყოს, ვეგვენ ტანტოს მაინც ჩვეულებრივი სამუშაო პირი მიჩვენია რა. ტანტო იმდენად მიმზიდველია თავისი ფორმითა და დიზაინით, რომ რაღაცა პატარა სხვაობებზე უკვე ადამიანი თვალს ხუჭავს. რავი, შეიძლება თვითონ კიდეც მაგას ვამოვდი რა პიროვნულად ვის რა მოსწონს, შეიძლება თვითონ კიდეც ურჩევნია რა ამ ტანტოთი მუშაობა და ჭრა რაღაცეების. დაფიდოზე. ნაკთლიანი პირი მუშაობს უკვე კუთხე არა გვაქვს. ერთნაირად მიყვებით და სანამ დანის პირი დამთავრდება, რა თქმა უნდა, ბოლომდე ჩადის და იჭრება ჩვეულებრივად რა. ეს კიტრი პომიდორი დავჭერით. მოდი ახლა ვაშლი დავჭრათ. ინტერესო. ვიცი, ამ დანებს ესეთ რაღაცაზე რო პრობლემა არ შეექმნება და ჩვეულებრივად გააკეთებს ყველაფერს ეგ ისედაც ვიცოდით. მე მგონი უბრალოდ რაღაც რატო დავიწყეთ ეს ამბავი და რატო დავიწყეთ ხილის და ოსნეულის შრა. იმიტომ რომ ჩვენთვის იყო ხოლმე საინტერესო რომ მე მახს ორივე ერთად ვივართ ხოლმე ხანდახან და უყურებთ ესეთ ვიდეოებს როგორ ჭრიან, როგორ აკეთებენ, მაინც თვითონ დანას როცა საქმეში ხედავ უშუალოდ საინტერესო და კარგი საყურებელია. ეს კარგი ვაშლი გასაგებია დავჭერით. ჩვეულებრივად მოდი გადავიდეთ ძეხვზე მაგალითად. ძეხვი დავჭრათ. სამწოდე დაჭრილი გამოგვატანეს. თორე სამწოდეს ეს დავჭრით და კარგი იქნებოდა, საინტერესო იქნებოდა ეგც. მაგრამ მაგისი დროც მოვა არ არის პრობლემა. ცოტა ხელი ნაჭრები დავჭრა თუ როგორ დავჭრა საინტერესო იყოს არ ვიცი. მოდი ეს სტანდარტული როგორ გიო? ხლად. ნაკლებად ხელი გამოდის, უბრალოდ ეს ჩემი ის არის. მე არ ვიცი. საინტერესო საჭრელი არის, ფაქტია რომ კარგად ჭრის, ყველა არაფრით არის რაღაცა დაბრკოლებებთან ის არა გვაქვს ჩვენ საქმე. დაუნაყოფილიყო ანდაც. უბრალოდ თვითონ საქმეში უშუალოდ დანიშყურება და ჭრა რაღაცეების ამისი ნახვა არის საინტერესო, მეტი არაფერი. ყველის დავჭრათ ბანემ და მე ცოტა 1-2 ტოტიც ხوار მოვჭრა და გავთავოთ გიო. კი, აუცილებლად. ცოტა რომ საინტერესო იყოს ვიდეო და მარტო პროდუქცია არ ვიყოთ მაინც და მაინც ეს აგერ უკან ჯუნიერი ხილის ბუჩქია და 1-2 ტოტი მივაჭრათ. ნახე პატარა, რავი თუ შეიძლება მას პრობლემა დაერქვეს. მოკლე პირი გვაქვს და საკმაოდ ისეთი განიერი დასაჭერი და ვნახოთ. ამ შემთხვევაში მე მგონი ჯობია ცოტა რაღაცა ეშმაკობასაც მიმართო და ესე დავაყენოთ ეს ჩვენი ყველი სიმაღლეზე. ეკრობა? ნუ დიდათ არა. დიდათ არის კრავს თვითონ დანის პირი. ყველი რო გითხრათ საშუალო ის არის, არ არის არც ძალიან ხმელი და არც ძალიან რბილი. ცივა ცოტა არ იყოს. ცივა გიო. არაფერი, აი დანის პირის ზომის გარდა მეტი დაბრკოლება არაფერი ჩვენ არ გვექნება. ყველაფერი კეთდება ძალიან ისე მარტივად და უპრობლემოდ. მოდი 1-2 ტოტიც მოვჭრათ გიო, ეს პროდუქცია დაჭრა გასაგებია, რავი, ჩვენივრად გამოდის ყველაფერი, ანუ მსგავსი რა გამოდის დასკვნა აქედან.
მსგავსი ტიპის დანა, ცოტა მაღალი დონის, როცა გიყვარს ადამიანს, კიდევ ჯიბეში და გიწევს უცებ. ან ბუნებაში გასვლა, ან მანქანით ხარ და სადღაცას ოჯახის წევრებთან ერთად მიაჩერე პიკნიკი. ეხლა ცოტა ზამთრისთვის შეუფერებელია პიკნიკი, მაგრამ ხომ ხო კაცო ზაფხული და ხო და გვიწევს არა მანქანაში ყველას უდევს დანა. ასაგებია რომ გვერდზე არ ნაგედო საბარგულში ხო გვიდევს და მოგიწია რაღაცა უცებ საჭმლის გაკეთება, იგივე გინამწვადის შეწვა, ნებისმიერი პროდუქტის მოკლედ დაჭრა, ჩვეულებრივად შეიძლება ამ დონის დანებით გაკეთება და პირიქით სასე ამონოწკია. მოდი მოჭრეთ ახლა 1-2 ტოტი ამ ჩვენს თხილზე, აბა. და ისეთ შეშულ ეს დაანადგილად მოვჭერეთ ცოტა მოდი შემოვაროთ გარშემო. აჰა, ამ გავთალოთ. შამპურს ვაკეთებ თქვათ. ამას ისეთი გრაინდი აქვს, ახლა ისეთი დაშვება აქვს, ვიცოდით რომ რაღაც კარგ შედეგს დავდებდით. მოდი ნახოთ ვარაუდო ჩოპორიც იგივე შედეგს დაგვიდებს. ძალიან კაია. დასიამოვნოა. ჩებურკოვის სვიფტიც ავიღო, სვიფტი მიანა მაქვს, მაგრამ იგივე ქრომაქსზე მაქვს ფიქსედი ჩებურკოვის. და ვიცი რა ფოლოდიცაა და როგორ მუშაობს, ძალიან კაია. ძალიან კაია. მოკლედ მოდი მეგობრებო, თავის რო აღარ მოგაწყინოთ და ვიდეოც რო ძალიან აღარ გაიწელოს. აქ შევჩერდეთ და რავი, საერთო საბოლოო დასკვნის სახით რა შეგვიძლია რომ ვთქვათ. სამივე დანაც ძალიან საინტერესოა, ტანტო საკმაოდ პრაქტიკულია. ცოტა უფრო ვიზუალი ისეთი აქვს, რომ რატომღაც არ ელოდები ასეთ პრაქტიკულობას, მაგრამ საკმაოდ პრაქტიკულია. ეს წვეტი როგორც ვიდეოში შევამჩნიე, მე მქონდა ადრეს გამოსტილი წლების წინ მქონდა ვოიაჟერის ტანტო კოლ სტილის და დაშქრობებზე ხშირად დავდიოდი ხოლმე მაშინ და ძალიან კარგად ხმარობდი რა. მე უკვე კლიპ-პოინტ დიდ ვოიაჟერზე გადავედი და ისიც ასევე პრაქტიკული იყო და ტანტო შემთხვევაში ეს კუთხე ეხმარება ძალიან გაჭრაში. ეს პირი რა თქმა უნდა მუშაობს ესეთ ლის დროს და თუ ცოტა დიდი პირი აქვს დაფაზე მუშაობისას, მაგრამ კუთხეა მაინც ძირითადი გადამწყვეტი რა, ასე მოდის ძირითადი ძალა. ეს ჩვეულებრივი პირის ფორმაში მთლიანი პირი მუშაობს და ძალიან მარტივად ყველაფერი ერთნაირად მიყვება და ხდება რა. რა ვიცი, სამივე დანას 5-იანს დავუწერდი, არც ეს რაღაცაზე გული არ დაუწყვეტია ჩემთვის. და საკმაოდ პრაქტიკულებიც არის, რა გარდა იმისა, რომ ლამაზია, ძვირფასია და თვითოულ დანას რაღაც თავისი ისტორია, წარმომავლობა აქვს, თავის დიზაინერები ყავს და ზოგიერთი მათგანი ლიმიტირებულია. გარდა ამისა, საკმაოდ პრაქტიკული და კარგი დანებიც არის. მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო, სულ მოვიწყდება ხოლმე და ბოლოს ვამბობ ამას, რომ გთხოვთ ჩვენი ვიდეო გააზიაროთ, მოიწონოთ და ჩვენი არხით გამოიწეროთ რა. ტესტებიც გავსი ტესტები და ცოტა უფრო სანახაობრივიც შემოგთავაზოთ ახლო მომავალში. დროებით დაგემშვიდობებით.